დღეს ჩემო კარგებო, მინდა მოგესალმოთ და მოგესალმოთ იმპერატრიცებს, იმიტომ რომ გზავნილი გვექნება ჩვენი იმპერატრიცასთვის, ხო? ყველა ვართ იმპერატრიცები, უბრალოდ ზოგი არის გასახსნელი, ზოგი არის უკვე გახსნილი ცოტათი, მაინც ზოგი ძალიან. ნახოთ ახლა ჩვენ რა გზავნილი იქნება დღეს იმპერატრიცასთვის, ხო? ვინც კი გრძნობს თავს, რომ ნამდვილი ქალი ვარ, ყველაფრის კარგი ზღირსი ვარ და აი აქ ამ გაშლიდან ჩვენ ნამდვილად მივიღოთ ის გზავნილი თქვენი სულისგან და ბევრი კითხვები მაქვს კარგი გამზადებული, რომ თქვენ გაიგოთ თქვენს ღირებულებაზე და ნახოთ ახლა რა შესაძლებლობები იხსნება თქვენთვის, ხო? ნახოთ, აბა ეხლა რა ენერგიას თქვენ ასხივებ როგორც იმპერატრიცა. ვნახოთ ეხლა ჩვენ, ანუ რის შეხსენება სურს თქვენ სულს, რომ თქვენ შეგახსენოთ დღეს, ხო? რა გიშლით დღეს, რომ სრულად თქვენში გაიხსნას ეს იმპერატრიცას ენერგია, ანუ ენერგია ქალის, რომელიც ნამდვილად არის იცის თავისი თვითშეფასება, რომელიც არის თვითსიყვარული, სიუხვე, ხო? ანუ რა გიშლის დღეს, ნახოთ. შეიძლება რამე ვთქვათ, შიშები გაქვთ, ხო? ან რაღაცა შეიძლება რწმენები გაქვთ შეზღუდული დაუშვოთ, ნახოთ. ვნახოთ ახლა რა იყვავებს ახლა თქვენს ცხოვრებაში. ან რა ყვავის, ან რა იყვავებს, ნახოთ ახლა რას გვაჩვენებენ, ყვავის უკუთო იყვავებს ჯერ, ხო? შემდეგი მინდა ვკითხო, რა არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ უახლოს მომავალში გააკეთოთ. ეს უკვე იმისათვის, ანუ რა შეიძლება ქმედება იყოს, რომელიც დაგეხმარება თქვენ უკვე შეხვიდეთ იმ მდგომარეობაში, რომ იყოთ აი ძალიან თვითდაჯერებული, ძალიან სრულყოფილოვანი და ძალიან ესეთი ბედნიერი ქალი, ესეც ნახოთ, ხო? და რა საჩუქარს გიმზადებს სამყარო, ესეც ნახოთ. რა შანსები, რა საჩუქარს გიგზავნის თქვენ სამყარო და თავარი უკვე გზავნილიც იმპერატრიცასთვის რაც არის, ესეც ვნახოთ ჩვენ. ეხლა ნახეთ მაჩვენებენ, რომ აქ შეიძლება ზოგს გაქვთ თქვენ ცოტა რაღაცა გულის ტკენა, შეიძლება არის რაღაცა პრობლემები, შეიძლება ფინანსური მდგომარეობაც იყოს ცოტა ისე რა, თქვათ, ან ზოგი შეიძლება თავის შვილზე ფიქრობს, ან სიყვარულზეც. კი, აქ შემიძლია გითხრათ სიყვარულზეც. კარგით, მოდით ახლა ჩვენ ვკითხოთ უშუალოდ უკვე თვითონ დასთა რა მოგვიმზადეთ ჩვენ და აბა ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ. ვნახოთ რა კარგია, რა საინტერესოა შეხედეთ. ეხლა პრინციპში თქვენ ეხლა თქვენი მთავარი ძალა ეხლა არის იმაში, რომ თქვენ ანათებთ. პრინციპში თქვენ როგორც მზე ისე ხართ. აი ეს არის და შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ საერთოდ ადამიანები აი ასე გხედავენ, როგორც მზის სხივი, როგორც მზე, რომელიც ანათებს, რომელიც ანუ ძალიან ბევრი ენერგია გაქვთ თქვენ აი მართლა იმის მიუხედავად, რომ თქვენ შეიძლება მალავთ, თუნდაც არაჩვენებთ, თქვენ აი არის ზოგჯერ რომ შეიძლება თქვათ არაჩვენებს ადამიანი რა აქვს მაგას თქვათ მის სიღრმეში, მაგრამ ანუ ეხლა თქვენ და ხალხი ხედავს თქვენ ისე, რომ თქვენ ხართ აი ძალიან კარგ ხასიათზე, ბევრი ენერგია გაქვთ, ყველაფერი შეგიძლიათ, თუ რამე გაქვთ ჩაფიქრებული, აკეთებთ. ანუ იზიდავთ თქვენი ენერგიით, მაინც იმის მიუხედავად, რომ გაქვთ თქვენ აი აქ რაღაცები გვაჩვენეს, ხო? და ამიტომ პრინციპში აქ ჩამქრალი არ ახართ, თქვენ ჩანხართ. ესე წოდეთ რა და ამიტომ პრინციპში ეს არის ძალიან კარგი ენერგია, როცა შეიძლება თქვენ ახლა ანუ ოჯახშიც ხო თქვათ ბავშვებისთვის ხარ ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ აქ ძალიან ესეთი ენერგია არის, როცა ნახეთ როგორი მომენტი, ისეთ ბევრი ადამიანი თქვენ გიყურებს და ბევრი ადამიანს თქვენ სჭირდებით უეჭველი, იმიტომ რომ თქვენ თვითონ აი ძალიან კეთილი პიროვნება ხარ და ძალიან ბევრი ის გაცემა შეგიძლიათ რა ადამიანებისთვის და თქვენი ოჯახისთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი გარშემო მყოფ ადამიანებისთვის, აი ძალიან ხა მზის არკანი რა გითხრათ რა, იმიტომ რომ ხალხი როგორ გხედავს, აი ძალიან თქვენი გარემო როგორ გხედავს, აი ასე. მაგრამ ნახოთ ახლა რა
ისეთი რომელი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ თქვენ ვერ გავიჭედე როგორც ყოველთვის, ხო? ვერ ამჩნევდეთ თქვენ ამ დრომდე. მაღალი არკანები მოდის სულ. ისეთ როგორ არის, თქვენ ახლა კიდე მინდა ახსოვდა გავხსნა, იმიტომ რომ პრინციპში თქვენ სულს უნდა რომ გაგახსენეს, რომ თქვენ ხართ როგორ იცით, ყველაფერში უნდა გქონდეთ ბალანსი, იმიტომ რომ რატო გეტყვით ახლა? იმიტომ რომ როცა ადამიანი არის ძალიან გამცემი, ხო, მე შეიძლება მოხდეს აი გადაიწვება რა. იმიტომ რომ როცა ანუ ენერგიის მიმოსვლა ყველა ვარიანტში უნდა იყოს ბალანსი და შეიძლება მაგაზეც გეუბნება თქვენი სული, რომ შენ ეხლა ცოტა დაფიქრდე ხოლმე, რომ ანუ ეს არის როგორ მე ყველასთვის ვარ, მე ყველასთვის მზად ვიყო, მზად ყოფნაში ვარ, რო თქვა, ეხლა თუ ვინმეს რამე სჭირდება, მე აქ ვარ, ხო? და მაღალი ძალები და თქვენი სული გეუბნება ცოტა ბალანსი დაიჭირე რა. ცოტა ბალანსი დაიჭირე. მოდით ნახოთ რატო გეუბნება თქვენ ამას რა. შეიძლება აი ეს გზავნილი, რომელსაც თქვენ ახლა ვერ ამჩნევდეთ, ახლა კაი ხანი, აი ამ დრომდით გეუბნებით, რომ ბალანსი, აი კიდევ ნახო ახლა აქ კიდე რას გეუბნებით თქვენ. Ну, ხო, იგივე რა, რას გითხარით პრინციპში, რომ თქვენ ნახეთ, ძალიან ბევრს აძლევთ, თან შეიძლება ისეთ ადამიანს ენერგიას აძლევთ, ვისგანაც არ იღებს რა, ანუ უფრო გამცემი ხარ და მერე უკვე თქვენ თვითონ ბრაზდებით და მერე უკვე თქვენ შეიძლება გრძნობთ ამ უსამართლობას, რომ ნამდვილად ეხლა მე მზად ვარ, მე ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ აი თქვენთვის შეიძლება დაუშვათ ახლა არა. აი ბევრი სირთულეები, ბევრ რაღაცებს თქვენ იღებთ თქვენს თავზე. თუ გაქვთ აი მაგალითად წელის ტკივილები, ხო? იცოდეთ, რომ ეს არის უკვე მაგისი მნიშვნელობა, რომ აი თქვენ ნამდვილად აქ ძალიან ბევრ პასუხისმგებლობასაც ბევრს იღებთ. აქ შეიძლება იყოს თუნდაც არ გამოვრიცხავ, რომ ზოგი თქვა შვილებზეც იღებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ნამდვილად ეს უკვე თქვენთვისაც აი უკვე ნამდვილად აი შეიძლება დაღლილობას გრძნობთ, ხო? რაღაცა აი წელის ტკივილი როგორც გითხარით, იმას გრძნობთ, იმიტომ რომ როცა ასე ამდენს რო გასცემ, ხო, და უკვე შენი სულიც გეუბნება, რომ შენ ცოტა დააბალანსე, ესე იგი უნდა დაფიქრე, შეიძლება თქვენ თვითონაც მაგას გრძნობთ, მაგრამ უბრალოდ, მოიცა იყოს არიან ზოგი ესეთი ადამიანები. ნახოთ ახლა, აბა რა გიშლით ხელს თქვენ სრულად გამოავლინოთ აი ამ იმპერატრიცას ენერგია. შეიძლება იყოს აი როგორც გითხარით, ან შიშები, შეიძლება იყოს რამე თქვა შეზღუდული რწმენები, ან წარსული შეიძლება გამოცდილება. აქ ახლა პრინციპში რა შეიძლება, აქ ვერ ვიტყვი რომ შიშები, აქ შეიძლება თქვენ გადასვლა. ეხლა თქვენ შეიძლება ისეთ პერიოდში ხართ, როცა უკვე გრძნობთ, რომ რაღაცა უნდა შევცვალო და ამიტომ ბოლომდე შეიძლება იმიტომ ვერ გადადიხართ, რომ ჯერ ფიქრობთ, აი როგორ ჯობია რა. იმიტომ რომ ამასაც, თან გინდათ ახლა ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც ასხივებს და რომელსაც უნდა რომ დაეხმაროს ყველას, მაგრამ ამავდროულად თქვენ შეიძლება გქონდეთ ის მომენტი, რომ დაუშვათ ახლა გრძნობთ, რომ ბევრს ვაკეთებ, მაგრამ აი როგორ ჯერჯერობით თქვათ, ახლა მთლიანად რო გავხსნა, არ ვიცი, შეიძლება ხო, აი არ ვიცით ჯერჯერობით თქვათ, როგორ რანაირად რა გავაკეთებ, ფიქრობთ, იმიტომ რომ ხო ძალიან ისეთი ადამიანი ხართ, რომ აი ყველა გიყვართ დაუშვათ, ხო? ანუ ყველასთვის გინდათ კარგით შეიძლება იყოთ, ყველას გინდათ რომ დაეხმაროთ და ამიტომ არის აქ რომ ეს даже აქ რაღაცები შეიძლება ეხლა ვფიქრდებით სხვათა შორის, აი რას ვერ ვაკეთებ მე სწორს თქვათ, ხო, იმიტომ რომ აქაც ორიანები სულ მოდის, ანუ თითქოს ეხლა აქ აწონდაწონით, კი, ვფიქრდებით, თან ძალიან სერიოზულად ვფიქრდებით იმას, შეიძლება ძველი გამოცდილება, შეიძლება ძველი პროგრამები კიდე არის რა, თქვენში მუშაობს და რომ აი აუცილებლად მე უნდა ვიყო ყველასთვის კარგი რა, ესეც შეიძლება იმუშაოს აქ ამ პროგრამამაც რა. დააკვირდეთ ახლა, რომ აი რას იტყვიან ხალხი და ასე შემდეგ და ამ დროს თქვენ ახლა ამდენ რამეს რო იღებთ თქვენს თავზე, მე უკვე ძალიან იღლებით. ნახოთ ახლა რა სფერა ახლა უკვე მზად არის
აი ზრდისთვის, ხო? სიუხვისთვის, ნახოთ, სიყვარულისთვის, ანუ რომელი არის შესაძლებლობა ეხლა თქვენთან, რომელიც შემოდის. ნუ აქ სხვადასხვა ფინანსური მდგომარეობა შეიძლება თქვენთან უკვე მოიჩქარეს, იმიტომ რომ ცოტა აქაც ხო გვაჩვენეს, რომ შეიძლება ფულის გამო თქვენ ეხლა ცოტას ნერვიულობთ რა და ამიტომ ეხლა უფრო სიყვარულის ცხოვრის ჯანმრთელობაზეც შემიძლია გითხრათ. აი აქ ვიღაცა შეიძლება გამოჯანმრთელობაც გქონდეს, მაგრამ უკვე მზადდება თქვენ უკვე გამზადებს სამყარო იმისათვის, რომ თქვენ აი ეს სიტუაცია, როცა არის ეგეთი პროგრამაც ხო ბევრი მithქვამს, აი უკმარისობას, რომ აი რაღაცა თქვათ სულ რაღაცა მინდა ხო და შეიძლება კრიზისში იყოთ. ეხლა რომ არის ზოგჯერ თქვათ ეხლა ნუ შეიძლება ყოფნით ის რაც თქვენ გინდათ, მაგრამ იმდენად გამცემი ხარ თქვენ რომ შეიძლება თქვენ თვითონ დარჩეთ აქ უფულოთ უკვე. იმიტომ რომ ყველას უნდა დავეხმარო, ყველას რაღაცა უნდა გავუკეთო და თქვენ თვითონ დარჩეთ მერე უკვე უფულოთ. მაგრამ აი ახლა უკვე გვაჩვენებენ რომ სფერო აი ეს ფინანსების სფერო უნდა უკვე შეიცვალოს თქვენ ცხოვრებაში, ხო? და ნუ აი ნახეთ იყო ბოლოს და მეთქი აბა ავჩეხო და კი ნამდვილად აქ საგვარეულო უკვე ხედავს რომ თქვენ ნამდვილად უნდა დაგეხმაროს. კი აქ სხვადასხვა თქვენთან მოვა ძალიან დიდი ფული. აქ დიდი ფული მოდის, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა კრიზისი გამოიარეთ, მაგრამ ეხლა ნახეთ, რასაც თქვენ აკეთებდეთ, ხო? ეს მაინც არ ხდება, არ რჩება შეუმჩნეველი რა. აქ ხედავენ მაღალი ძალები. ხედავენ, უბრალოდ გეუბნებიან დააბალანსდე, რა თქმა უნდა, რაც შენ გააკეთე, რასაც შენ გაეცი, ხო? რასაც შენ დებდი შენს ენერგიას, აქ ყველა ვარიანტი დაინახავენ და აქ ნამდვილად საგვარეულო გეუბნება შენ, რომ აუცილებლად შემოვა შენთან ეს სიტუაცია. პლუს კიდე ნახეთ რა ხდება. შეიძლება თქვენ გქონდათ ანუ სულ აქცენტირება და სულ გქონდათ რაზე იცით აქცენტი უფრო ფინანსებზე დაუშვა, აი ფული თქვათ, ანუ კიდე უფრო მეტი მინდა. აი აქ თითქოს განთავისუფლდებით თქვენ ამ ფიქრებისგან, იმიტომ რომ რაღაც აი შეხვალთ თქვენ შინაგან მდგომარეობაში და უფრო იმ მდგომარეობაში, რომ მე ყველაფერი მაქვს. რა, ნუ ეს ახლა არის ეგეთი პროგრამებიც, ეგეთი ახლა ნუ ჩვენც ახლა ტრეინინგზე მაგაზე ვიმუშავებთ ახლა ცოტა ხანში ახლა ნუ კიდევ გვპატიჟებთ თქვენ ჩვენთან ქალთა სკოლაში, იმიტომ რომ ახლა პირველი მოდული რო დასრულდება, კიდე იქნება მეორე, მესამე, იქ ძალიან საინტერესო იქნება და ერთ-ერთი მოდული იქნება ქალი და ფული. და აი აქ ახლა როცა ნაკლებობას გრძნობ, ეს რას ნიშნავს? აი რომ ამისთვის მჭირდება, იმისთვის მჭირდება, თქვათ, სულ მჭირდება, სულ რაღაცა ნუ შეიძლება ზოგს მოვალეობების ბევრი გაქვთ, ხო? და ანუ ხარ სულ დაციკლული ამ თემაზე, რა სულ მაგ ფიქრებში ხარ და ამიტომ გვეუბნებიან, რომ აქ პრინციპში შენ განთავისუფლდები, სხვანაირად შეხედავ და უკვე შეხვალ შენ შინაგან მდგომარეობაში, რომ მე მაქვს. გამიგეთ, მე მაქვს. აქ სხვადასხვა ვიღაცას დაგეხმარება შეიძლება, ნუ საჯარო გაშლა არის მამაკაცი, რომელიცაც აი შემოვა თქვენ ცხოვრებაში და დაგიდგებათ გვერდში, რომელიცაც ექნება ჩართულობა თქვენს ცხოვრებაზე და რომელიც იფიქრებს იმ თქვენ კეთილდღეობაზე, რომ იცოდეთ, ნუ ახლა გამოჩნდა გვერდხების მეფე, შეიძლება ეს თქვენ თვითონაც იყოთ ესეთი პიროვნება, რომელიც ახლა მე ყველაფერს ვაკეთებ через ჩემი სიამოვნებით, მე ეს სიამოვნებს და ამაზე ფულიც მოდის მე, გამიგეთ? ანუ არა ფულის გულისთვის, არა უფრო მეტად, ანუ ჩემი სიამოვნებისთვის და ეს არის ძალიან კარგი სხვადასხვა პოზიცია, როცა შენ მასე აკეთებ, იმიტომ რომ როცა ჩვენ მარტო იმას ფიქრობთ, რომ აი ფული, ხო? ნამდვილად, ანუ მარტო ფულისთვის კი, რა თქმა უნდა, ფული აუცილებელი ახლა არის, იმიტომ რომ მატერიალურ მწიერ ცხოვრებით ცხოვრობ და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გჭირდება. მაგრამ აი უფრო როცა შეცვლი შენ მიდგომას და ნამდვილად როცა შენ
მივხვდები, რომ მე უნდა მქონდეს ის საქმე, რომელიც მე მახარებს, რომელიც მე მომწონს, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? რომ ვიღვიძებ და ვიძინებ და მიხარე, რომ ეს საქმე მაქვს, აი აქ შემიძლია გითხრათ უფრო როგორც ყოველთვის უფრო მეტი ფული წამოვა, მაგრამ აი შენ უნდა იმ საქმესთვის იყო, როგორ იცით, აი უნდა გიხაროდეს რა. ეს აი ყველაზე დიდი ფული მოდის ასეთ მდგომარეობაზე, როცა მე ვაკეთებ საქმეს, რომელიც მე მომწონს და რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ გაგეხსნებათ გეუბნებით, ასე რა ქვია, ფულის ნაკადი გაგეხსნებათ, აუცილებლად გაგეხსნებათ. კი, აი ვთქვი და კიდევაც ნახეთ, აუცილებლად გაგეხსნებათ. იმიტომ რომ ძალიან ბევრს აძლევთ თქვენ მაინც ახლა იმის მიუხედავად რომ შეიძლება კიდევაც იღლებით, მაგრამ ნუ შეიძლება უსამართლობას გრძნობთ რომ ამდენს რომ მე ვდებ თქვა დაუშვა და მაქსიმალურად ახლა არ ჩერდებით, იმიტომ რომ თქვენ ახლა სულ გინდათ რომ რაღაცა გააკეთოთ, შეიძლება სამსახურში დაუშვათ ახლა ბევრ დროს თქვა ხარჯავთ. ნუ დაფიქრდეთ რა თქვენ თვითონ ახლა რა ინფორმაცია მოდის თქვენთან. და ნახოთ ახლა რა ქმედება თქვენ დაგეხმარებათ, რომ თქვენ უფრო აი იმ შესვლაში რა, უფრო იმ სრულ ბასოვანი ქალის ენერგიაში და ბედნიერი ქალის ენერგიაში რა დაგეხმარებათ. აი ზუსტად ეს რომ დაგეხმარებათ ის ენერგია, რომ თქვენ არ ინერვიულოთ, თქვენ აქ კი, აი ეს მოლოდინის რეჟიმიდან რომ გამოხვალ თქვენ, კი, აი მაშინ წამოვა თქვენთან ყველაფერი. აქ სხვათა შორის კიდე თუ ვინმეს გაქვთ რამე ცოდნა, აუცილებლად ეს ცოდნა უნდა გაასცეთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ შეიძლება არსებობს ადამიანები, ვინც თქვენ გელოდებათ, უშუალოდ თქვენ ცოდნას ელოდებათ, უშუალოდ თქვენ რჩევას ელოდებათ, ხო? ელოდებიან და აქ აუცილებლად იცოდეთ თქვენ, რომ კიდე აი არ უნდა აი ნერვიულობას რომ მორჩებით თქვენ, ნერვიულობას და სულ იმის რა ქვია შემოწმებას თქვენი ეს ონლაინ ბანკის ხოს თუნდაც ხო, რამდენი მაქვს, როგორ მაქვს, აი მიენდობით, აი აქ არის როგორი მომენტი, იცით, უნდა ვენდო სამყაროს, მივიწრო, სამყარო არის ძალიან უნდა ყველაფერი ჩემთვის, ხო, ღმერთს ყველაფერი ჩემთვის მხოლოდ კარგი უნდა. მე აი ეს მინდობილობა რა, არა სულ მოლოდინი, აი ვენდობი, ხო? აი ღმერთო, მე გბარდები. შენ თვითონ უფრო კარგად იცი რა არის ჩემთვის კარგი, ხო? მე ვბარდები შენ. და აი აქ ზუსტად მაგ შემთხვევაში ეს თქვენ დაგეხმარებათ, როცა შენ არა, ნუ ეს ნახეთ, როცა შენ რამეს თხოვ, ესე იგი შენ უკვე ასხივებ, რომ შენ არაფერი არ გააკეთე, იმიტომ რომ მე თხოვნაზეც ხა ბევრჯერ მithქვამს, რომ ეგაც გააჩნია, როგორ უნდა გააკეთო, ხო? არსებობს მაგისტვის აი დღიურები, თუნდაც ხა მადლიერების, ხო, ეს მადლიერების მეშვეობით შეგვიძლია, მაგრამ ამასაც ახლა მნიშვნელობა აქვს, როგორ შენ ახლა სთხოვ და როცა შენ უკვე ანუ არა ელოდები და სულ რაღაცაი დაძაბული ხარ, ხო? არა, აქ უფრო ვენდობი სამყაროს, ვენდობი ღმერთს, ვიცი რომ ყველაფერი ჩემთვის კარგი უნდა და აუცილებლად ის მოვა თქვენთან, აუცილებლად, აი შეცვალეთ. კი არ ვთხოვ, ვიცი და რწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი თუ რამე არსებობს სიუხვე არის ჩემთვის და ღმერთი აუცილებლად მე ნუ არის გამზადებული ყველაფერი აბსოლუტურად მაგაზე მე ახლა ყველა ვიდეოში ამას გეუბნებით ხოლმე რომ ნამდვილად ჩვენთვის არის ეს სამყარო შექმნილი აბსოლუტურად ყველასთვის უბრალოდ არის აქ ეს მომენტი რომ ზოგი იღებს იმას რასაც თავაზობს სამყარო ზოგი ვერ იღებს იმიტომ რომ აქ ეს ზუსტად ეს აი ეს რწმენები რა, რომელიც აი შეზღუდული რწმენები, რომელიც არ აძლევენ საშუალებას, რომ მიიღოს ადამიანმა ან ძველი პროგრამები, რომელიც არ აძლევს ადამიანს, რომ სრულყოფილად მიიღოს ის, რაც მას მართლა ეკუთვნის. და ნახოთ ახლა რა ქმედება, ანუ რა ქმედება არის, ეს ქმედებაზე უკვე ვთქვით ჩვენ და ანუ ესე იგი რა საჩუქარს გიმზადებს თქვენ ახლა მაღალი ძალები, ხო, რა საჩუქარს. აი ზუსტად ნახეთ რა საჩუქარს და იმ საჩუქარს რომ თქვენ ნამდვილად დაგემთავრდებათ უკვე თქვენი ნერვიულობა, დაგემთავრდებათ თქვენი ეს ტკენა, გულის ტკენა, ხო? და თქვენ ნახავთ თქვენს გზას, იმ გზას, სადაც კი თქვენ აი თქვენ იმპერატრიცას გზას ნახავთ, ნამდვილად აი ეს საჩუქარი არის, რომ
აქ თქვენში ბევრი რაღაცა ცვლილება მიდის და ნამდვილად უკვე სულ მალე თქვენში გაიხსნება ეს ენერგიები, ხო, ნამდვილი იმპერატრიცას ენერგიები, როცა მე ნამდვილად კი ვაძლევ ყველაფერს, კი ვაკეთებ ახლა, მაგრამ მე დაბალანსებაც ვიცი, მე ვიცი მიმოცვლა, ანუ ვიცავ, ვთქვათ, მიმოცვლის ენერგიას, ხო? ანუ აქ და ამაში თქვენ აი ზუსტად თქვენ იპოვეთ იმ გზას თქვენს იმ იმპერატრიცასკენ რა, რომ სადაც ნამდვილად არის სიხარული, ბედნიერება და როცა ნამდვილად ქალი იცის თავისი ფასი და რა თქმა უნდა მოგეცემათ ყველაფერი, იმიტომ რომ იმპერატრიცა არაფერს არ ითხოვს. იმპერატრიცა იღებს, ხო? იღებს და უკვე მერე ანუ გასცემს, მაგრამ გასცემს ზომიერად, გამიგეთ, აბა გაიხსენეთ ახლა. და იმპერატრიცას მნიშვნელოვანი არის შინაგანად, როგორ გრძნობს თავს პირველ რიგში, რა თქმა უნდა. ანუ ეს არის, როცა შენ აი ნახეთ, ეს ძალიან მარტივი მაგალითი არის, როცა თვითფრენავში ახლა შეიძლება ყველა ნამჯდარი ხარ და იცით, რას ამბობენ იქ. პირველ რიგში გაიკეთე ნიღაბი შენ, მერე შენ შვილს გაუკეთე. რატომ? იმიტომ რომ ჯერ შენ თუ არა ხარ კარგად, შენ ვერავის ვერ დაეხმარები, შენ თუ ხარ დავარდნილი, ვერავის ვერ დაეხმარები, შენ თუ აკეთებ რამეს, იმიტომ რომ ვალდებული ვარ, იმ არ მინდა, მაგრამ უნდა გავაკეთო, იცოდეთ, რომ ეს არის თვითმოტყუება, რომ დაუშვათ, როგორ გითხრათ რა, რომ აი იმპერატრიცა ვარ დაუშვათ, ფული მოდის, იმიტომ რომ შენ უფრო მეტი ტევადება გაქვს, შენ უფრო მეტი შეგიძლია მიიღო, მაგრამ შენ თვითონ შეიძლება ზღუდავ შენს თავს ბევრ რამეში, გამიგე და ამიტომ აქ უნდა გაუშვათ თქვენი ეს даже ძველი პროგრამებიც უნდა გაუშვათ, იმიტომ რომ ეს ძველი პროგრამები თქვენ გიშლიან ხელს, თქვენ შეიძლება სულ რაღაცას ელოდებით, ხო? აი აქ მოლოდინი არ უნდა იყოს, აქ უნდა იყოს ის მდგომარეობა მე მაქვს. მე ვარ, ხო? მე ვარ, ანუ ეს რას ნიშნავს ეს? მე ვარ ღმერთის ნაწილი. აი ეს ისეთი სიტყვებია ღმერთო, აი ბევრი ადამიანი არის, ვთქვათ, მორწმუნე, ამას ამბობენ, ლოცულობენ, ხო? მაგრამ აი ამას ვერაცნობიერებენ, რომ მე ვარ ნაწილი უფლის, ხო? ანუ თუ მე ვარ უფლის ნაწილი, ხა დაუშვოთ ახლა, ხო, არის ეს, ვთქვათ, ახლა ეს ხელი არის ჩემი ნაწილი, ხო? ანუ ესე იგი მე ამ ხელისთვის მინდა ყველაფერი კარგი, ხო, და ამ ხელისთვის არ მინდა. ამ ხელს, ვთქვათ, გაუკეთებ მანიკიურს, ამ ხელს არ გაუკეთებ მანიკიურს, ხო? თუ როგორ არის? მე როცა მინდა, ვთქვათ, ორივე ხელს ან კრემს ახლა ამ ხელზე წავისმე, ამაზე არ წავისმე, ხო? ეგრე ხო არ არის? თუ ნაწილი ხარ, ესე იგი შენ ცდილობ და ყველაფერს აკეთებ იმისათვის, რომ ესეც იყოს კარგად და ესეც იყოს კარგად და ეს ყველა თითიც იყოს კარგად, ხო? აი ეს არის რა, და როცა ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილად ესე იგი ეს ყველაფერი ეს არის ჩვენთვის შექმნილი, ხო, და ღმერთს უნდა რომ ყველა ვიყოთ კარგად, აი ეს უნდა, აი აქ უნდა იყოს, გამიგეთ, გულშიც უნდა იყოს, თავშიც უნდა იყოს, მაშინ ყველაფერი წამოვა, გამიგეთ, იმიტომ რომ აქ ღმერთს არ უნდა რომ შენ დაიტანჯო, ღმერთს არ უნდა რომ შენ იყო უფულოდ, იყო ავანტყოფი, ეს ყველაფერი თუ რამე მოდის ჩვენ ცხოვრებაში, უბრალოდ ჩვენთვის რომ შეგვახსენოს რაღაც მომენტები, გამიგეთ და იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანს, ნუ ახლა როცა ყველაფერი თქვათ, ნუ ისეთ ნუ გზღუდავს ზოგჯერ იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტი, იმიტომ რომ ნახეთ ეგ როგორც დედა, ხო, ხედავს პოტენციალს შვილში, ან შეიძლება ქალი კაცში უფრო მეტ პოტენციალს ხედავს ზოგჯერ, ვიდრე ის ხედავს თავის თავში და აი ზუსტად ესეც არის იმისათვის, რომ თქვათ, ან რჩევებს შეიძლება აძლევთ, ან ნუ რაღაცებს აკეთებთ, ხო, რომ ადამიანს შენ მე ვხედავ შენში პოტენციალს, ამიტომ მე შენ გეუბნებ, მე შენ რჩევას გაძლევ და მე თუ არ გინდა და თუ არ მისმენ, მაშინ უკვე შეიძლება გაბრაზ არაფერს აღარ გეტყვი, ხო? აი ესე არის აქაც იგივე სიტუაცია, ხო? მე გეუბნები, რომ შენში არის დიდი პოტენციალი, ხო? შენ მაგას სრულყოფილად ვერ იყენებ. ამიტომ მე შენ შეგზღუდავ რაღაცა სიტუაციებს, ისეც გაგიკეთებ, რომ შენ მიხვდე ბოლოს და ბოლოს, რომ ნამდვილად უფრო მეტი შეგიძლია, გამიგეთ? და ნუ სხვადასხვა ხერხით ხდება ეს ყველაფერი. და ახლა აი აქ გეხსნებათ ახლა თქვენ ნამდვილად გზა, იმიტომ რომ ალბათ ნუ გაიარეთ, აი აქ ძალიან ბევრი გაკვეთილები იმისათვის, რომ მივხვდარიყავით, რომ კი არ უნდა ვთხოვო, უბრალოდ უნდა მივიღო. გამიგეთ?
და ნახოთ ახლა ჩვენ ესე იგი რა მთავარი გზავნილი თქვენთვის არის, ნუ შეხედეთ არის როგორი არკანი. მეექვსე არკანი როგორი მთავარი თქვენთვის არის გზავნილი ის რომ ნამდვილად ყველაფერი არის შენთვის. შენ არჩეული ხარ, შენ უკვე всё არჩევანი გაკეთებულია შენზე, შენ ხარ ყველაფერს აკეთებ სიყვარულით. ეხლა მე ხო ბევრჯერ მითქვია თქვენთვის, რომ ეხლა დამთავრდა უკვე პერიოდი, დამთავრდა გაკვეთილები, კი, დასრულდა ეს ყველაფერი. აი გეტყვით აგიხსნით, კი? აი ძალიან მაგარი გაშლა. ნახეთ ეხლა მთავრდება ეს პერიოდი, რომ სადაც იყო ყველაფერი აი ზუსტად ეს ტკივილის მეშვეობით რა. და ეხლა ჩვენ უკვე ესეთ ეპოქაში შევდივართ, სადაც ყველაფერი იქნება სიყვარულის მეშვეობით. და აი სიყვარულის მეშვეობით, ანუ კი გავევლით ჩვენ გაკვეთილებსაც, გავევლით ჩვენ რაღაცებს, მაგრამ სიყვარულით, როცა მე მინდა შენ გასწავლო რაღაცა, მაგრამ სიყვარულით, მე მიყვარ ხარ, მე გაძლევ შენ სიყვარულს. კი, მე მესმის შენ რო ეგეთი ხარ, მე მაგ მიმღებლობა, მე მაგ თქვათ, მაგრამ ეს ხვერპლობა არა, ხვერპლის როლი აქ აღარ ითამაშებს, ხო, იმიტომ რომ სხვანაირად უნდა გავუგოთ ჩვენ უკვე ერთმანეთს, იმიტომ რომ აქაც ჩვენები რომ დასრულდა, всё, ეს გულის ტკენა, ეს გულის ტკივილი, ეს მტკივნეული გაკვეთილი დასრულდა და უკვე შენ გამოდიხარ და მიდიხარ, ნახეთ როგორ ბედნიერებაში და სიუხვეში. აქ ახლა იმპერატრიცაც გამოვიდა, ურუმიც გამოვიდა, იმიტომ რომ ურუმი რომელიც პატივს ცემს თავის თავს. მე კი, აქ თქვენ ბევრი რაღაცა მტკივნეული პერიოდები გაიარეთ, მაგრამ აქ უკვე, ნუ ეს ჩემი გოგოებისთვის, ვინც ჩემთან არიან ახლა ტრეინინგზე, თქვენთვის 1000%-იანი არის ეს თქვენი გაშლა, იცოდეთ რა, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად ნუ უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკვე მე მზად ვარ იმისთვის, რომ მე შევცვალო ჩემი აქ რეალობა რა. მე მზად ვარ მივიღო ეს ქალის ენერგიები, გავხსნა ეს ქალური ენერგიები და იმიტომ რომ ქალი არის, კიდევაც ფულის ენერგიაც არის ქალი, გამიგეთ, იმიტომ რომ ქალის მეშვეობით გაეცემა საერთოდ ფულის ენერგია, იმიტომ რომ ეს სექსუალური ენერგია და ფულის ენერგია ერთი და იგივე და ქალში როცა ეს გახსნილი, ეს ენერგიები ორივენი, მაშინ უკვე მის გარშემო ყველაფერი ყვავის, ასე რომ ვთქვათ, ხო? როცა ჩაკეტილი არის, აქ შეიძლება კაცმა რაღაცა გააკეთოს სიტყვაზე, მაგრამ თქვა დანაშაულის გრძნობის გამო, ვალდებულების გრძნობის გამო, გამიგეთ? და უკვე აკეთებს, მაგრამ აი შეიძლება მე უკვე არა აქვს ისეთი კონტაქტი, არა აქვს ისეთი თქვათ სიახლოვე, ხო? წყვილში არ არის, იმიტომ რომ თუ ეს უფრო ნუ აი ცოლქმრულ თემებში რა, თქვათ ვალდებული ვარ, შვილები არიან, თქვათ უნდა რაღაცა გავაკეთო, ან თქვათ ოჯახი, ნათესავები და რაღაც, ანუ ვალდებულების გამო ვაკეთებ და არა იმიტომ რომ თქვათ ეხლა მინდა ეს ქალი გავახარო სიტყვაზე, ხო? აი ეს სხვა თემა არის და როცა ქალი გახსნილი არის თვითონ, როცა ქალი არ არის მარტო მიმღები როგორი მხრიდან, აი შენ ვალდებული ხარ, ხო? სიყვარულის მეშვეობით, ხო? მე მიყვარ ხარ მე და იმასაც უყვარ ხარ და ერთმანეთის სიყვარულისთვის, როცა ადამიანები რაღაცას ქმნიან, ეს სხვა რაღაცა, ეს არის აი ზუსტად არის სრულყოფილობა, აი ეს არის რა. როცა ერთი პიროვნებაც არის სრულყოფილი, მეორეც არის სრულყოფილი და ერთმანეთისთვის არიან რომ გაახარონ. ეს არ არის რაღაცა იდეალიზება და რაღაცა, არა. ეს ახლა იწყება ახალი ესეთი ეტაპი, სადაც ჩვენ ამას მართლა ეგრე გავევლით, ნუ აი ადრე უფრო შემიძლია შევადაროთ, მოგისმენიათ აი მონათესავის სულები როგორ მიდიოდნენ, ხო? ანუ რომ ერთმანეთისთვის არიან რა. კი, იქაც შეიძლება რაღაც მომენტები იყოს მტკივნეული, შეიძლება რაღაცა არასასიამოვნო, მაგრამ მაინც აი ერთწამიანი თქვათ რაღაცა გქონდეთ მაგათ, თქვათ გაუგებრობა და მე ისევ ფიქრობენ რა რით გავახარო, თქვათ მეორე, ხო? ეს ძალიან მაგარი ეპოქა შემოდის, მაგრამ უნდა ისწავლო, იმიტომ რომ ჩვენ იცით როგორ ვართ, აი თუ რო ვხედავთ რომ რაღაცა ეს მაგარი პროგრამა რო, რაღაც ძალიან ამეტანი ყველაფერი კარგად არის რა, რაღაცა უნდა მოხდეს ცუდი, აი ეგეთი რაღაცა, ეს არა.
ეს აი შენ თუ არ შეიცვალე, ხო, ძალიან გაგიჭირდება რა გადასვლა და გაგებაც გაგიჭირდება, გამწარდები შეიძლება ახლა უფრო მეტად რომ აი თქვათ ახლა ვინც უკვე გადადეს, ვინც ამ ენერგიებს იღებს და ახლა ძალიან შეცვლილი ენერგიები მოდის, ძალიან სხვანაირი ენერგიები მოდის და გაგიჭირდება მისი აღება თუ არ ახარ მზად. გამიგე და ამიტომ მეც ახლა შევქმენი ახლა ეს ქალთა სკოლები, რომ რა თქმა უნდა ახლა ვინც წლები უკვე ამაზე მე თვითონაც ვცვლი ბევრ რაღაცებს და ახლა ამ ბოლო წლები სულ მქონდა სხვათა შორის ამაზე ფიქრიანე და თუ არ შეიძლება გაიარო ყველაფერი რაც არის, თქვა კი, გავიგეთ რომ გაკვეთილებს გავდივართ, გავიგეთ რომ ყველაფერი ასე უნდა იყოს, მაგრამ თუ არ შეიძლება რომ აი სიყვარულით ეს ყველაფერი ხო გავიაროთ, რომ ანუ იმით რომ ქალი ხო არის თვით სიყვარული, ხო? და ანუ რომ არ გქონდეს ეს ტკივილები, ხო, დაუშვათ ახლა, რომ იყოს დაფასება და მართლა ახლა ამ პერიოდში ახლა ძალიან ბევრი ვინმეს უსმენ და სულ ამბობენ ისეთი ადამიანები, ვისაც უფრო მეტად ახლოს აქვს ცდომა, თქვა, ასე დავარქვათ მაღალძალებთან, ყველა მაგას ამბობს, რომ ახლა აი ესეთი პერიოდი იწყება, რომ უკვე დასრულდა ეს გამოცდილება, როცა ჩვენ ყველაფერი გქონდა ტკივილის მეშვეობით და ახლა უკვე გადავდივართ ესეთ ეპოქაში, სადაც იქნება ნამდვილად ყველაფერი ქალის ენერგიაზე, იმიტომ რომ ქალის ენერგია ანუ მაგრად მართავს და სულ მაგაზე იმეს თუ ვინც ხშირად მიყურებს, კი იცით რომ ძალიან აფრთხილანებული ვარ საერთოდ თამარ მეფის და ეს არის ჩემთვის ახლა სამაგალითო ქალი ძალიან და იმიტომ რომ უეჭველი ვიცი რომ აქ ქალს აი ეს ენერგიები გახსნილი ქონდა, დამუშავებული ქონდა და მიღებული იცოდა მაგან როგორ უნდა მართოს ეს ქალის ენერგია, ქალების ძალა იცოდა, უეჭველი იცოდა, სხვაგვარად არ იქნებოდა, სხვაგვარად ახლა ამ ხელა იმპერიას ვერ მართოდა, მაგ პერიოდში კიდე იცოდნენ ქალებმა და იმიტომ რომ ეს ყურუმები კიდე ასწავლიდნენ და გადასცემდნენ ხოლმე ამ ცოდნას, როგორ რანაირად უნდა გადავედე და ეხლა აი მეორე მესამე მოდული ეხლა მიმდინარეობს კურსი, ტრენინგი გქონდა, ჩვენ მინი ტრენინგი და ეხლა მიმდინარეობს ჩვენთან კურსი, ხო? ეხლა მეორე მესამეზე მივცემ ზუსტად აი ამ პრაქტიკებს რა, იმიტომ რომ მე სულ ვიზი და მაინტერესებს ძალიან და რა თქმა უნდა გოგოებს გავუზიარებ, რომ იყოს ბედნიერება რა, მინდა რომ ქალი რაც უფრო მეტად ბედნიერია, მის გარშემო ყველა ბედნიერია, გამიგეთ და ახლა თუ არ ვიცი, უნდა ვისწავლო, ხო, მეც ვსწავლობ და მე გავცემ ახლა რა თქმა უნდა იმათ, ვისაც სჭირდებათ, ვისაც უნდა, ვინც მომყვება და თქვენს თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ აქ არის ამ ვიდეოს ქვეშ ლინკი და ჩვენ სკოლაში შემოდეთ და შემოგვიერთეთ და სიამოვნებით თქვენს გაგიზიარებთ ჩემო ლამაზებო. მე როგორც ყოველთვის გისურვებთ თქვენ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.